შეთავაზებაზე უარს. კლინტონის წასვლის შემდეგ შეცვლილი პოზიცია 7 ივნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ამბობდა, რომ ეგრეთ წოდებული მასტქერის განხილვა აუცილებლად გაგრძელდებოდა. ერთი კვირის შემდეგ, ანუ დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საკითხს დახურულად აცხადებს, ანუ მმართველი გუნდი მასტქერიზე უარს ამბობს. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ხელმოწერების შეგროვების დაწყებას გეგმავს. 30,000 ხელმოწერა ამ შემთხვევაში იმისთვის არის საჭირო, რომ მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტის საკითხი პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით შევიდეს. თავდაპირველად ნახეთ ნანუკა იორდანიშვილის სიუჟეტი და ვის შემდეგაც უკვე პირდაპირ ეთერში ლაშა ტუღუშუმას ვინძლებთ. ხელისუფლება მასტქერის პრინციპის გაზიარებაზე უარი რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. პრინციპი, რომელიც ყველა ლიცენზირებული მედია საშუალების საკაბელო კომპანიებში ჩართვას უზრუნველყოფდა, მმართველი გუნდის წევრებმა კერძო ბიზნესში ჩარევად მიიჩნიეს. პავლე კუბლაშვილი ფიქრობს, რომ მედია პლურალიზმი საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს, ამიტომაც ამ სფეროში დამატებითი რეგულაციების შემოღებას არ ეთანხმება. ინფორმაციის პლურალიზმს არაფერი არ ემუქრება, არის ძალიან ბევრი ტელეკომპანია, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ხელმისაწვდომობა ყველა არხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისათვის არ იქნება სწორი, ეს არის კონკურენტუნარიანი ბაზარი, აქედან გამომდინარე თვითონ კონკურენციის პირობებში უნდა გადაწყვიტონ, როდის რა პირობებით რომელი მაუწყებლის გავრცელება იქნება მათთვის მნიშვნელოვანი. ჩვენი კითხვა არის ერთადერთი უმრავლესობასთან. რა პრობლემას ხედავენ? თუ იმ შემთხვევაში, თუ თავად ბიზნესი არ იქნება ამის წინააღმდეგი. თუმცა აღმოჩნდა, რომ თავად ბიზნესისთვის არც უკითხავთ, რეალურად მათთვის არის თუ არა პრობლემა რამდენიმე არხის დამატებით ჩართვისაც ამ საკაბელო ოპერატორებთან. რეალურად დღეს ჩვენ განსხვავებული არგუმენტი არ მიგვიღია. ჩვენ დღეს დავასკვენით კიდევ ერთხელ, რომ ეს არის მკაცრი უარი იმაზე, რაზეც თანხმდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის მმართველი გუნდის არგუმენტები მიუღებელი და გაუგებარია. ისინი ფიქრობენ, რომ მასტქერის პრინციპის დანერგვას ხელისუფლება თავისუფალი ინფორმაციის გავრცელების საფრთხის გამო გაურბის. მიზეზი არის მარტივი, მიზეზი არის შიში, რომ თქვენ მაესტრო კავკასია მესხი არხი არ ნახოს ხალხმა. აი ეს არის მიზეზი. მაგრამ ამ მიზეზს ცხადია ვერ შევეგუებით. უცნაური არგუმენტი მოვისმენთ, რომ აიძულებთ მოსახლეობას უყუროს ამ თუ მარკს, მაგაზე უთხართ, რომ კი ბატონო, თუ რომელიმე არხის ყურება უნდა, მას შეუძლია გადაართოს, ოღონდ თუ უნდა ყურება, მას ტექნიკური საშუალება უნდა ქონდეს ამისი მიღების. არგუმენტები არ არსებობს, გარდა იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ მაესტრო კავკასია მეცხრე არხი საქართველოს მოსახლეობა ვერ ნახოს. სამოქალაქო საზოგადოების წევრები კი ყურადღებას წინა საარჩევნო პერიოდში მედია პლურალიზმის აუცილებლობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული ინიციატივის მხარდაჭერაზე უარს მხოლოდ პოლიტიკური მოტივების გამო აცხადებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, არ არის გასათვალისწინებელი ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ კი შევატარებთ, რომელი ინტერესი უფრო მაღალია, ბიზნეს ინტერესი, თუ საზოგადოების ინტერესი, რომ მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, უპირატესობას მიანიჭებთ საზოგადოების ინტერესებს. ეშენგეხება მასტქერის პრინციპის შესახებ პოზიციის დაფიქსირება საქართველოში ჩამოსულ ჰილარი კლინტონსაც თხოვა. მასტქერის პრინციპის მნიშვნელობას კი რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც გამოეხმაურა. ჩემი აზრით არის სფეროები, სადაც შეიძლება გატარდეს ცვლილებები, რომლებიც რეალურ სხვაობას დაგვანახებს. უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტ უნარიან გარემოს, სიღრმეს და ინფორმაციის მასშტაბს, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მოქალაქეებისთვის, მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში, რასაც ჩვენ მასტქერის უწოდებთ, რომლის მიხედვითაც მაუწყებელთა ქსელებს მოეთხოვებათ არა მხოლოდ ისეთი არხების ჩართვა ქსელში, რომლებიც მათთვის სარგებლობის მომტანები არიან და მათ ინდივიდუალურ პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებენ. მასტქერისა და მასტოფერის პრინციპი საკაბელო ქსელებს ავალდებულებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის საინფორმაციო არხების შერჩევის გარეშე უზრუნველყონ. მეორე მხრივ კი მაუწყებლები ვალდებულები ხდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრინციპების საკანონმდებლო დონეზე დანერგვას უკვე არსებული გამოცდილების გამო ითხოვენ. მას შემდეგ, რაც კომპანია გლობალმა საკუთარ ბადეში ტელეკომპანია მეცხრე არხი ჩართო, გლობალის მომსახურებაზე უარი ყველა ნაციონალურმა მაუწყებელმა თქვა. მასტქერის პრინციპის კანონში გათვალისწინების შემდეგ ტელევიზიებს მაესტროს მსგავსად საკაბელო კომპანიების პირადი შეხედულებების გამო საკუთარი დაფარვის ზონის შემცირება განუსაზღვრელი დროით აღარ მოუწევთ. აუცილებლად ჩავდათ წესიერად მოიქცევია.
ეს შენგეხება ხელისუფლებასთან უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ მასკერის პრინციპის დასანერგად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივისთვის 30,000 ხელმოწერის შეგროვებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.